მოგესალმებით პატრიცემულო მებოჭრეებო და მინდა ჩემი მებოჭრებაში პრაქტიკული მიღებული ცოდნისაგან პატარა გამოცდილების შესახებ გიამბოთ. დამწყები მებოჭრეები ხშირად ასეთ პრობლემის წინაშე დგანან, რომ პატარა ბაჭიები, რომლებიც დედისაგან 100 წლის შემდგომ გადავყავს ცალკე გალიებში, ხშირად იღუპება. ის მიზეზიც არის ის, რომ იმუნიტეტი უქვეითდებათ, როდესაც დედის რძეს არყებულობენ, ახალ საკვებზე გადადიან და ხშირია შემთხვევა კოქციდიოზი ემართებათ, ხშირად კუჭის სისუსტე ემართებათ და ხშირ შემთხვევაში ხდება, რომ ბაჭიები იღუპება და დაცანიანია, რა თქმა უნდა, შენიშნულმა ხარჯი ყველაფერი, რომ წალში გვეყრება. აქედან გამომდინარე, ყველა მებოჭრე სხვადასხვა გზით ცდილობს, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს. მე რამოდენიმე ასეთი გამოსავალი ვნახე და მინდა იმის შესახებ გესაუბროთ. სხვადასხვა საიტებზე, YouTube-ში, სხვადასხვა ესე ვთქვათ, ვიდეოების განხილვის დროს მივაგენი ასეთ თემას. აი რამოდენიმე მებოჭრე საუბრობს იმის შესახებ, რომ ხშირად უამრავი დაავადების მიზეზი არის თივა, რომელიც მოითიბა მინდორზე და პირდაპირ მივაწოდეთ ეს თივა მინდვრიდან ჩვენს ბოჭრებს. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც პერიოდი გავიდა ეს თივა გახმა, მაგრამ ფაქტიურად ამ მინდორში ამ თივის მიმართ ზემოქმედება იყო, იგივე თავი დარბოდა მასზე, იგივე ჩიტები დაფრინავდნენ, კენკავდნენ, სხვადასხვა ფრინველები. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ აქ გადამტანი არიან სწორედ ეს ფრინველები და თაგვები, მღნელები, სხვადასხვა ვირუსები. მოკლედ, ჩემი პირადი დაკვირვებაც ამ მიმართულებით როდესაც გავვითარდა, ნახე, როდესაც თივის მიცემას, როდესაც ვაძლევდი თივას ბოჭრებს, ბაჭიები მეღუპებოდნენ. შევწყვეტდი და ბაჭიებიც არ იღუპებოდნენ. აქედან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება და საერთოდ თივა ამოვიღე რაციონიდან და მის ნაცვლად მე ვხმარობ საკვებს, კომბინირებულ საკვებს და პარალელურად ვახმარ საკვებს, რომელიც იონჯით არის დამზადებული და იონჯად შესაბამისად არის მცენარე, რომელსაგანაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სარგებელი ეძლევა ბოჭრებს. აი ეს ერთი პრობლემა, ერთი გადაწყვეტა აი ამ პრობლემის და მეორე კი YouTube-ში ასეთ ვიდეოს მივაგენი, სადაც ერთ-ერთი მებოჭრე აღწერს, როგორ მოხსნა პრობლემა იოდიანი წყლის გამოყენებით და მას ფაქტიურად თავის პატარა მინი ფერმაში ბოჭრები არ ეხოცება. და ის აღწერს, რომ წყალს ურევს იოდს შესაბამისი რაოდენობით და ერთი კვირის განმავლობაში ჩვეულებრივი სასმელი წყლის მაგივრად აი ამ წყალს ასმევს ბოჭრებს, შემდგომ 10 დღე ასვენებს, შემდგომ ერთი კვირა ისევ აძლევს და აი ესე რამოდენიმე იმეორებს ამ ხნის განმავლობაში უკვე ეს რთული პერიოდი ბოჭრებისთვის თვენახევიდან 3 თვენახევრამდე უკვე გადის და ბოჭრების ფაქტიურად ჯანმრთელები არიან. მე ხა ვერ ახსნი, რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროს. მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი აი იმ ადამიანთან არის. მე რა თქმა უნდა, უცებ აი ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ არ დავეწავდე და აი ეს თვითონ არ გავაკეთე, ვეძებდი ქართულ სინამდვილეში რეალურად იგივე მსგავსი რამ თუ ხდებოდა და მართლაც მივაგენი ერთ-ერთი მებოჭრე ქალბატონი, რომელიც როდესაც ჩვენ საუბარი ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე მეთოდით ცდილობს და ოღონდ მისი ცოტა სხვა დამოკიდებულება არის, იქ კვირაში ერთ დღეს ასმევს იოდიან წყალს და ფაქტიურად ბოჭრები მას არ ეხოცება. მე რა თქმა უნდა დავიწყე, უკვე 2 თვენახევარი, ალბათ 3 თვეა მსგავს რამეს მეც ვაკეთებ. აღმოჩნდა, რომ ბოჭრები ფაქტიურად არ ეხოცებენ. თავიდან პირველი თვე თითქოს ბოლომდე არ იყო შედეგი, მაგრამ როდესაც პერიოდულობა აი გავიმეორეთ რამოდენიმეჯერ, აღმოჩნდა, რომ ბოჭრებმა შეწყვიტეს დახოცვა და პატარა ბოჭრები ფაქტიურად დედის ასხელეთის შემდგომ ჩვეულებრივად იზრდებიან და დასაკავო კონდენციამდე თუ გასამრავლებელი კონდენციამდე ვივიან უმტკივნეულოდ. აი ეს არის
ჩემი დაკვირვება, ეხლა მინდა აი გაჩვენოთ დოზირება თუ როგორი სახით შეიძლება მოხდეს. აი იოდი და მისი გამოყენება არის იაფიანი მეთოდით სამავდროულად და რატომ? აი იოდი, რომელიც 5%-იანი 10 მგ-იანი შუშით არის 50-60 ტეტრი ღირს აფთიაქებში. ყველა აფთიაქში იყიდება. ანუ მისაწვდომების თვალსაზრისით არ არის ნელი. ეხლა რაც შეეხება დოზირებას, აი ავიღოთ მაგალითად ჩვენ რომ სამედიცინო შპრიც ვეძახით. აი 3 მგ-იანი არის. აი ეს 5 მგ-იანი. შესაბამისად 3 მგ-იანი იოდს ამოვიღებთ შუშიდან, გავხსნით 3 ლიტრად წყალში. 5 მგ-იანს ამოვიღებთ 5 ლიტრად წყალში გავხსნით და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი რაც არ უნდა დაგვავიზდეს, იოდიანი წყალი რკინასთან რეაქციაში შედის. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ წყალს უსხამთ რკინის ჭურჭლებით, ეს არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად კერამიკის ან მინის ან პლასმასის ჭურჭელში უნდა დავუსხათ იოდიანი წყალი. თუ ჩვენ სისტემა გვაქვს ნიპელებით აწყობილი, ბავშვების მაშინ ის დროებით უნდა გადავკეთოთ, მასგან წყლის მიწოდება უნდა შევწყვიტოთ და ჩვენ მიერ ასე ვთქვათ შეთავაზებული ჭურჭლით იოდიანი წყალი უნდა დავალევინოთ ბავშვებს. არანაირი პრობლემა არ აქვს, წინამდებობას არ ხედავენ ბავშვები, პირდაპირ იმავე დღესვე იწყებენ წყლის დალევას. აი რაღაც პროტესტის განცდა არ აქვს, რომ მაგალითად არ დალიონ და რაღაც მოწყურდებათ დალევენ აი დღეს და აი ესეთი რამ მინდოდა თქვენთვის მეთქვა და წარმატებებს უსურვებ ყველა მებოცრეს აი მიმართულებით.